დიახ, პარლამენტის შენობასთან რუსთაველის გამზირზე ცოტა ხანში დაიწყება სცენის მონტაჟი. ეს იქნება შეგვიძლია ვთქვათ მთავარი სცენა, სადაც იქნება სიტყვით გამოსვლები და მიმართვა აქ შეკრებილი მოქალაქეებისადმი, როგორც დაანონსებულია, აქ იქნება მთავარი სიტყვებიც, რასაც მოისმენენ რუსთაველის გამზირზე. ჯერ 4 საათი არ არის შესრულებული, თუმცა პარლამენტის შენობასთან ჩვენ ვხედავთ ადამიანებს საქართველოს დროშით, ნელ-ნელა ხდება მოქალაქეთა შეკრება და ბუნებრივია ეს სამზადისი უკვე მიმდინარეობს ყველა მათგანი ვინც აქ არის შეკრებილი ჩვენ ვხედავთ რომ საქართველოს დროშებით არიან და ეს ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი იქნება დღევანდელი საპროტესტო შეკრების ეროვნული კრების თუ მშვიდობიანი რევოლუციის როგორც ამ შეკრებას დღეს მოიხსენიებენ ჩვენ ცოტა ხანში აქ ველოდებით გვაქვს ინფორმაცია რომ მთავარი სცენა დამონტაჟდება მოიტანენ აპარატურას და სწორედ აქ გახმოვანდება მთავარი გზავნილები როგორც ამ შეკრების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი პაატა ბურჭულაძე ყვებოდა ის მიმართავს მთავარი კითხვებით შეკრებილ მოქალაქეებს და ჩატარდება ეროვნული კრება. მე ვეცდები აქ ადამიანების პოზიცია მოგასმენინოთ, ისინი ბუნებრივია მთავარი განწყობით მოდიან დღეს რუსთაველის გამზირზე, რომ ერთხელ და საბოლოოდ მათ საკუთარი პოზიცია გააგებინონ ქართულ ოცნებას და შესაბამისად კიდევ ერთხელ ყველაზე ხმამაღლა გამოხატონ საკუთარი პროტესტი, თითქმის ერთწლიანი აი ამ საპროტესტო ციკლის შემდეგ დღეს შეიძლება ითქვას რომ დღევანდელი დღე არის კულმინაცია. აი ვეცდები ერთ-ერთ მონაწილეს გავესაუბრო, მოგესალმებით, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ. რა განწყობით ხართ დღეს? ჯერჯერობით 4 საათი არ არის, თუმცა აქ ვხედავთ რომ მოქალაქეები ნელ-ნელა იწყებენ უკვე შეკრებას. თქვენი განწყობის შესახებ მოგვიყევით. ხელისუფლების ცვლილებით ვარ დაინტერესებული. მე მგონი რა ხოცია გამოთქვა ესე დრომოჭმული და რაღაცა ყავლგასული და ვადაგასული ხელისუფლება ესა რომელიც არ დგას არაფერზე დგას მარტო შიშზე და პოლიციურ რაღაცე ძალადობაზე ესე რომ ფიქრობ რომ მე ესე ამ ხელისუფლების შეცვლას 2014 წლიდან ველოდები რაც მოვიდა თითქმის 1 წელიწადში იმედები გამიცურდა და ესე ველოდები და ჩამოვედი იმიტომ რომ ფიქრობ მივიღო მონაწილეობა ამ დიდ პროცესში, რაცაც საქართველოს გათავისუფლება ქვია რუსული ოცნებისაგან. საიდან ჩამოხვედით? მე დღეს ლანჩხუთიდან ჩამოვედი. და ალბათ თანაქალაქელებიც ბევრი გყავთ აქ ვისთან. არ ვიცი, მე მარტო ჩამოვედი და ესე იქნებიან ალბათ. როგორ რა ასელოდებით დღევანდელი დღისგან, როგორ შეიძლება დასრულდეს, იმიტომ რომ ჩვენ გვესმოდა ქართული ოცნების ლიდერების მუხარა, თქვენი მისამართით, გულისხმობ აქციის მონაწილეების მისამართით. დასამუქრებელი არაფერია აქ ომს და ჩხუბს და რაღაცა იმასე ძალადობას არავინ არ აპირებს, ასე რომ მე მოვედი სრულიად მშვიდობიანი მიზნებით და მშვიდობიანი შიშველი ხელებით, ასე რომ ფიქრობ რომ ხალხის ზეწოლით განწყობილების და კლიმატი შეიქმნება ისეთი, რომ ხელისუფლება იძულებული იქნება დათმობებზე წავიდეს და მოკლედ ჩამოცილდეს ხელისუფლებას. რაც შეეხება თვითონ ამ ვითარებას, თქვათ, რევოლუციას და დამხობას და რაღაცა. საერთოდ ეს რევოლუცია ესეთი რამეა, რომ რევოლუციონერები ამზადებენ, მაგრამ თვითონაც არ იციან, როდის მოხდება. შეიძლება ეს დღესაც მოხდეს, შეიძლება ხვალ, შეიძლება 2 თვის შემდეგ და ასე რომ მე თვითონ ასეთი განწყობით ვარ. თუ დღეს მე დღეს ვარ იმ განწყობით, რომ მინდა რომ დღეს დასრულდეს ეს ყველაფერი. ვარ დასრულდება, ბრძოლა გაგრძელდება. ასე რომ არავითარი ფრუსტრაცია და არავითარი იმედის გაცვლება არ იქნება. დიდი მადლობა. მადლობა უსმენდით აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც ლანჩხუთიდან ჩამოვიდა და ჩვენ სავარაუდოდ რუსთაველის გამზირზე ვნახავთ სხვა ადამიანებსაც, რომლებიც სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვლენ რუსთაველის გამზირზე თბილისში იმისთვის, რომ მათ გამოხატონ საკუთარი პოზიცია და განწყობაც მოისმინეთ, რომ ბოლოს იძულებული უნდა გახდეს მშვიდობიანი პროტესტის შედეგად ქართული ოცნება, რომ დათმოს ძალაუფლება. მე სხვებსაც გავესაუბრებით, უკვე ამის სურვილი ექნებათ, შეიძლება გაგესაუბროთ, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ. საიდან ჩამოხვედით თქვენ თბილისიდან ხართ? ბათუმიდან ჩამოხვედით. მოგვიყევით რა განწყობით ჩამოხვედით, რატომ გამოიარეთ ამ ხელა გზა, რომ დღეს აქ მე ვფიქრობ, რომ დღეს ისეთი დღეა, რომ სახლში დარჩენა ჩემთვის პირადად უბრალოდ შეუძლებელი იყო და ბევრი ნაცნობი ადამიანისთვის, ბევრი ჩემი ნაცნობი თulis, რომ ეს დანაშაული იქნებოდა.
დღეს რო ჩვენ სახში დავჩენილიყავით, რომ გავსულიყავით არჩევნებზე, მე არ ყოფილვარ და ძალიან ბევრი თანამოაზრე მყავს. დღეს წდება ქვეყნის მომავლის ბედი. ამიტომ აქ ვარ. კი ბატონო, დაგისვამთ კითხვას, უბრალოდ მანამდე მაყურებელს ვაჩვენოთ კადრი რუსთაველის გამზირზე, სავალი გზა უკვე გადაიკეტა. თქვენ ხედავთ შეძახილებს, მოქალაქეებმა უკვე დაიკავეს ავტომობილებისთვის განკუთვნილი გზა, ეს ავტობუსი გაივლის და სავარაუდოდ უკვე სხვა ავტომანქანებს აღარ ექნებათ უკვე შესაძლებლობა, რომ ამ ტერიტორიაზე გადაადგილდნენ, მოქალაქეები იკავებენ რუსთაველის გამზირს და თქვენთან ერთი კითხვა მქონდა ასევე, ეს არის მშვიდობიანი პროტესტი, როგორც არის დაანონსებული, ვინც ორგანიზატორია, ვინც აქ იკრიბება, ყველას აქვს ეს განწყობა, რომ მშვიდობიანად გამოხატოს პროტესტი. წარმოგიდგენიათ მშვიდობიანი პროტესტით ხელისუფლების იძულება. რა შემთხვევაში შეიძლება ქართულმა ოცნებამ დათმოს? თუ ძალიან ბევრი ვიქნებით, მე მაქვს იმის იმედი და მოლოდინი, რომ შეიძლება რაღაცა დათმონ, თუმცა არა მაქვს იმის მე პირადად არა მაქვს იმის მოლოდინი, რომ გადადგებიან, წავლენ და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცა დათმობაზე წასვლა მოუწევს, ეს ჩემი აზრია. კი ბატონო, ფიქრობთ რომ პროტესტია მნიშვნელოვანი და მაგრამ დიახ, პროტესტია მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია ერთობა. დაგსაქსული თუ ვიქნებით, ვერაფერსაც ვერ მივაღწევთ. კეთილი, მადლობა. მადლობა აქციის მონაწილეს უსმენდით, ის ბათუმიდან ჩამოვიდა, მოკლედ ვისაც ვესაუბრებით, სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული აქციის მონაწილეები არიან, რომლებმაც დღეს გადაწყვიტეს, რომ რუსთაველის გამზირზე უნდა იდგნენ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ რა დროში დასრულდება ეს პროტესტი და მიაღწევს საკუთარ მიზანს. ამის მიუხედავად, პროგნოზების მიუხედავად, მოქალაქეები ფიქრობენ, რომ არის მნიშვნელოვანი პროტესტი. ერთ მონაწილეს გავესაუბრებით, თუ შეიძლება არ სურს საუბარი. გამარჯობა, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ. შეგიძლიათ თქვენი განწყობების შესახებ ვესაუბროთ, რატომ ჩამოხვედით, ან რატომ მოხვედით რუსთაველის გამზირზე? აუცილებელია საჭირო ცვლილებები. იმიტომ რომ მოგბეზრდა უკვე ყველას. მოგბეზრდა. მეტი რამე შეკითხვა გაქვთ? მაქვს კითხვა, ქართული ოცნება ამ პროტესტზე უმეტესად ამბობს, რომ არჩევნებია, ან მიიღეთ მონაწილეობა, ან დაელოდეთ 28 წლის არჩევნებს და შესაბამისად ეს არის ცვლილების გზა. თქვენ რა პასუხი გაქვთ ხოლმე? უკვე იმდენად მოგბეზრდა ხალხს, თავისუფლება გჭირდება. დამოუკიდებლობა. შერევა და მორევა არ გვინდა. არ არის საჭირო, მოგბეზრდა. უკვე ძალიან მოგვაბეზრეს თავი. ეყოფათ. მადლობა. მადლობა, მე გაჩვენებთ ვიდრე დაგემშვიდობებით რა სიტუაცია რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ. თქვენ ხედავთ, რომ აქციის მონაწილეები უკვე დგანან სავალ გზაზე. სავალი გზა არის გადაკეტილი, მეორე მხარეს ავტომობილების მოძრაობა უკვე არის შეზღუდული, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ უკვე საპროტესტო აქცია უფრო გამრავლდება, როგორც მეუბნებიან, ბაიკერების კოლონა უნდა შემოუერთდეს აქ შეკრებილებს, ყოველ შემთხვევაში ეს ჩანდა კადრში და სხვა ძალიან ბევრი ადამიანი რეგიონებიდან შემოუერთდება ამ საპროტესტო აქციას. თბილისი მერიოტის ტერიტორიიდან ბაიკერები სავარაუდოდ უკვე შემოუერთდებიან და როგორც დასაწყისში გითხარით, სცენის მონტაჟიც მალე დაიწყება რუსთაველის გამზირზე. ეს იქნება მთავარი სცენა, საიდანაც დღეს აქ შეკრებილ ადამიანებს სიტყვით მიმართავენ და მთავარ გზავნილებსაც მოვისმენთ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან.